11 წლის დავითი და 13 წლის ალი გორიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით წითელ უბანში ცხოვრობენ. დე-ფაქტო საზღვრისპირა ამ სოფელში საქართველოს სხვა რეგიონების მსგავსად ტრადიციულად ახალი წლის შესახვედრად ემზადებიან. წითელ უბანსა და შავშვებში სამშობლოდან დეპორტირებული მესხების შთამომავალი 5 ოჯახი ცხოვრობს. ეს ოჯახები საქართველოში 2007 წელს რეპატრიანტის სტატუსით ჩამოვიდნენ. მოგზანდით. სოფელ შავშვებში რუსტამის, ან როგორც აქაურები ეძახიან, როსტომ ხოზრევანიძის ოჯახს ვესტუმრეთ. ევრონიუსის გადამღებ ჯგუფთან შესახვედრად მალევე მთელი სამეზობლო შეიკრიბა. ყველა მათგანი იმ ხალხის შთამომავალია, რომელიც მე-20 საუკუნის 40-იან წლებში საბჭოთა რეჟიმმა შუა აზიაში გადაასახლა. არომატული ჩაის დაყენება დეპორტირებულთა ოჯახებისთვის სტუმარ მასპინძლობის განუყოფელი ნაწილია. კიბილი ახალწელი დაიწყე. ახალწელის რომ მოდის ზათვარ. ჩვენთან არის არაფერი და თქვენთან არის. არის იცი და მეტი რა უნდა. რომან უთხარი ლექსი? მინდა რომ საქართველოს გილოცავთ კი. არაფერი არ უნდა დახმარება, ჩვენ ხელი ფეხი შრომელი ხალხი ვარ ჩვენ. ქართველი მესხი ვართ. სხვა იგი არა ვართ. ჩემი ბაბუა პაპა რა. ავათიყო. რომ მივდივარ ამასთან, ამბობდი რომ ბოდიში სიტყვაზე მამაძაღლო კიდე შენ აქ ხარ, რატომ არ მიდიხარ სამშობლოში? წადი შვილო, წადი სამშობლო დედამიწაზე მიდი. ხო და მე ახალგაზრდა ვიყავით, 24-25 წელი ვიყავი, რომ ჩამოვედი აქ. დაბადებული სად ხართ? უზბეკეთში. უზბეკეთში ხართ? დიახ, სამარკანდში. უზბეკეთის ქალაქ სამარყანდში დაბადებული ისლამი მალევე ოჯახთან ერთად საცხოვრებლად აზერბაიჯანში გადავიდა. საქართველოში დაბრუნების უფლება მაშინ ოჯახს ჯერ არ ჰქონდა. მშობლების სურვილი იყო, რომ სამშობლოსთან უფრო ახლოს ყოფილიყვნენ. საქართველოში დაბრუნებას ისლამის მამა ვეღარ მოესწრო. 1944 წლის ნოემბერ-დეკემბერში საბჭოთა კავშირის თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის დადგენილების შესაბამისად სამხრეთ საქართველოდან ცენტრალურ აზიაში უკან დაბრუნების უფლების გარეშე 90,000-ზე მეტი ადამიანი გადაასახლეს. სხვადასხვა ეთნიკური თუ რელიგიური ჯგუფების მშობლიური მხარიდან იძულებით გადასახლება, ხოლო საქართველოში არ მომხდარა. მსგავსი მოვლენები მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მთელი კავშირის მასშტაბით სტალინური ტერორის განუყოფელი ნაწილი იყო. Moj otec je radi Adigene. მამაჩემი ადიგენშია დაბადებული. მე აზერბაიჯანში დავიბადე. გადასახლების შემდეგ მამაჩემმა სკოლა უზბეკეთში დაამთავრა. აზერბაიჯანში გამგზავრება იმიტომ გადაწყვიტა, რომ ჩვენს სამშობლოსთან უფრო ახლოს ყოფილიყავით. ასე ამბობდა, ჩემს სამშობლოში პურის ერთი ნაჭერიც მეყოფაო. მოვედი საქართველოში, ჩვენ დედამიწაზე. ძალიან ესე ვარ რა, რომ ჩვენ სამშობლოში ვარ. ეს ხის არ არის, ჩვენია მაგე. სამშობლოს ფასი არ არის. დედა ჩემი ამბობდი, რომ ჩემი მამა წავიდაო ომში და ბერლინამდე წავიდა კაცი. ჩამოვედი თბილისში. შევიდა იმაში, რა ქვია, ვაიანკამათში იქეთ და შენ არ წახვიდე იქეთ ადიგენშიო. რატომ? იმიტომ რომ არავინ არ ცხოვრობს იქ. როგორ არ ცხოვრობს? მედალები იგი ქონდაო. პაპა ჩემი ამბობდი. არავინ არ არის, წადი შუაზიაში ნახე შენი ოჯახიო. წავიდა შუაზიაში. 5 წელი კიდე ეძებდი ოჯახი სად არის და ნახა სამარკანდში. 4 შვილი იყო. 4 ბიჭი და 4 გოგო, 8. იმიდან დარჩა ერთი ჩემი დედა და ერთი დედა ძმა, ბიძა.
დანარჩენი ეგენი მოკდა, რატომ მოკდა? არაფერი არ არის საჭმელი, იონჯა ხომ იცი რა არის? ბალახი ჭამდა და კუჭი აფიქდა და მოკდა ეგენი. მესხების დეპორტაციის ზუსტი მიზეზი დღემდე უცნობია. თუმცა ისტორიკოსების აზრით, თურქეთის საზღვართან ახლოს მცხოვრები ეს ხალხი საბჭოთა ხელისუფლებამ ომის პერიოდში სახიფათოდ მიიჩნია. მათი გადასახლების ოფიციალურ მიზეზად ყველაზე ხშირად სწორედ საზღვრების კონტროლი სახელდება. საკუთარი სახლებიდან შუაღამისა საყრელი ოჯახები საქონლის გადასაყვან ვაგონებში შერეკეს და შუა აზიის გზას გაუყენეს. დეპორტაციის დღეს ჯარი მოვიდა. თითოეულ ოჯახში 2 ჯარისკაცი იყო შესული. ასე ეუბნებოდნენ: "ჩქარა გამოდით, ყველაფერი დატოვეთ, ძალიან მალე, 2 თვეში სახლში დაგაბრუნებთო. დროებით სხვა ადგილას წაგიყვანთ, აქ ომი დაიწყება. გერმანელები მოდიან, უსაფრთხო ადგილას გადაგიყვანთო." ასე მოტყუები წაიყვანეს უზბეკეთში, ყაზახეთსა და ყირგიზეთში. 14 ნოემბერს ღამით მოვიდნენ. ახალციხეში პოლიგონი იყო. იქ შეკრიბეს ხალხი და უთხრეს: "მოიცადეთო." მთელი დღე იცდიდნენ. მეორე დღეს 15 ნოემბერს საქონლის გადასაყვანი ვაგონებით წაიყვანეს. ერთ ვაგონში 7-8 ოჯახი შეყავდათ. ძალიან ციოდა, თბილი ტანსაცმელი არ ჰქონდათ. მამაჩემი იხსენებდა, რომ 40 დღე გზაში გაატარეს. სიცივისა და შიმშილისგან უამრავი ადამიანი დაიღუპა. 2 მეტრამდე თოვლი იდო გარეთ და გარდაცვლილებს პირდაპირ თოვლში ყრიდნენ. და ბროსილი. უკეთესი ცხოვრება დეპორტირებულებს არ შუა აზიაში ელოდათ. ტრიალ მინდორში დატოვებულ ოჯახებს, ბავშვებსა და მოხუცებს უმძიმესი შიმშილობის გადატანა მოუხდათ. მუშაობდი მარტო კუჭისთვის. ფული არაფერი არ იყო. ძინავდი პირდაპირ ფართობში. დედაჩემი ამბობდა. შიმშილით გარდაიცვალა ისლამ ცაცანიძის პაპა, რომლის ცხედარით შეშის მოსატანად წასულმა დედამ მინდორში შემთხვევით იპოვნა. არაფერი არ ქონდა საჭმელი სახლში და დავანება ოჯახი და წავიდა ოჯახიდან. ბებერი კაცი. იქით მოკდა და ტურები ჭამს. სამშობლოდან გადასახლებულთა დაბრუნების ვალდებულება საქართველომ 1996 წელს მას შემდეგ აიღო, რაც ევროპის საბჭოს 51 წევრი გახდა. ეს ვალდებულებები დაბრუნებისთვის საკანონმდებლო ბაზის მომზადებას და 12 წლის განმავლობაში პროცესის დასრულებასაც გულისხმობდა. თუმცა მათი მხოლოდ მცირე ნაწილი შესრულდა. კანონის მიღების შემდეგ 2000-მდე მაძიებლიდან მოქალაქეობაზე განაცხადი სულ 500-მდე პირმა შეავსო. ამ განაცხადების მხოლოდ მცირე ნაწილი დაკმაყოფილდა. დაბრუნებულთა უმრავლესობა საქართველოში მრავალწლიანი ცხოვრებისა და ბევრი მცდელობის მიუხედავად, მოქალაქეობა ამ დრომდე არ მიუღია. ძალიან მიყვარს მე საქართველოს. მე ჩემი სამშობლო არ და ჩემი დედა მამა ესათო საქართველოს თავრობა მოეყვანა და არაფერზე არ უთქვა პასაპორტზე, ას დაიხმა, არაფერი არ არის. ბავშვი გაზარდა ძნელი ახლა. სკოლა ხო დამთავრდეს ხო? უნდა ატესტატი აიღოს და რაღაცები ინსტიტუტის წავიდეს და მე ნომერი არ არის და მე როგორ წავიდეს. მე ჯარის დრო მოვა და ახლა. გინდა ექიმი იყოს, გინდა წამალი იყოს, მეტი უფრო ორი მაგივრად არის ყველაფერი ჩვენზე. რა ვიცი, ზან ყველაფერი ძნელია ჩვენთვის. რამე ხო უნდა ცხოვრება ხო ადამიანსა. მოვიდი სამშობლოში კიდევ 18 წელი წავიდა. კიდევ კაკ ჩუროჩელები 18 წელი გავიდა, რაც მე სამშობლოში დავბრუნდი, მაგრამ როგორც უცხო, ისევ ცხოვრობ. მე უცხო არა ვარ. ეს მიწა ჩვენი სამშობლოა. მესხები ვარ. დედამიწა არის ესა. კიდევ რამდენ ხანს მოუწევთ დედამიწაზე, ანუ მშობლიურ მიწაზე დაბრუნებულ ამ ოჯახებს მოქალაქეობის გარეშე ცხოვრება ისევ გაურკვეველია. მაგრამ აქ დე-ფაქტო საზღვართან ახლოს, სადაც ჭიშკარზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დროშაა გამოკრული. იმედს მაინც არ კარგავენ, რომ ერთ დღესაც სამშობლო მათთვის ნამდვილი სახლი გახდება.